Ფათემებით განვაგრძობთ გამოშვებას. მორალური ზიანისთვის საქართველოს რუსეთის ხელისუფლებისგან 70 მილიონ ევროზე მეტ სითხოვს. საუბარია 2006 წელს რუსეთიდან ქართველების გამოძევებაზე. ერთი წლის წინ საქმე საქართველოს სტრასბურგში მოიგო, თუმცა როგორც ირკვევა, მას შემდეგ კომპენსაციის გადახდაზე ქვეყნებს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა. განცხადება ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. სანდრო ჯუფალაკიანი განავრცელთ თემას. სანდრო, რა მექანიზმები არსებობს, რომ საქართველოს რუსეთისგან ეს თანხა აუცილებლად მიიღოს? თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ რუსეთი შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებას და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას დაეთანხმება, თუმცა რუსეთის პოზიცია ამ თემაზე უცნობია, იქიდან გამომდინარე, რომ კომუნიკაცია მხარეებს შორის არ შემდგარა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოს ინიციატივა მდგომარეობდა და სწორედ სტრასბურგში ასეთი კონსულტაციის გამართვაში, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ უცნობია, როდის განისაზღვრება საბოლოოდ კომპენსაციის ოდენობა და როდის გახდება ცნობილი რუსეთის გადაწყვეტილება. ამ მიმართულებით რაც შეეხება თანხას, რომელიც გაჟღერდა 70 მილიონ ევროზე მეტი, ეს თანხა ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებებს. როგორც კი გამოიტანს გადაწყვეტილებას თანხის გადახდაზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის მიერ აღსრულება დაევალება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ყველა ვიცით რომ არის პოლიტიკური პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის, თუ კი ის ამას არ შეასრულებს და ყველაზე გართულებულ შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს. იუსტიციის სამინისტრო მიყვება იმ დადგენილ ნორმას და წესს და სამართლებრივ პრაქტიკას, რომელიც ანალოგიურ შემთხვევებშია გათვალისწინებული. გუშინ გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში სპეციალური მოთხოვნა იუსტიციის სასამართლოს მიერ და შესაბამისად ჩვენ მივყვებით, როგორც უკვე თქვი, იმ დადგენილ ნორმას და წესს. ამ თემას ჩვენ პრაღის ფორმატში არ განვიხილავთ, რადგან არ არის ეს ჩვენი თემა, ასე დააწესა, ასე გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო სასამართლომ, რომ აი იმის ფარგლებში იქ უნდა მოხდეს იუსტიციის სამინისტროებს შორის შესაბამისი კონსულტაციები. მინისტრებმა შეაფასეს ამერიკულ გამოცემა Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმად საქართველოში იზრდება რუსეთის გავლენა. მინისტრთა კაბინეტის წევრები ამ შეფასებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია. მე მგონი ჩვენი ხელისუფლების მიმართულება ნატოს მიმართულებით, შესაბამისად ის ევროკავშირის მიმართულებით, ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით და მგონი აბსურდულია ამაზე საუბარი ჩვენ თითქოს და კურსი შეიცვალა რაღაცა მიმართულებით მაინც, რაღაცა პროცენტით მაინც, რაც თქმა უნდა უარყოფით. საქართველოს მიყვება განუხრელად, როგორც დაგეგმილია და როგორც ქართველი ხალხის არჩევანია ევროპულ და ევროპული ატლანტიური ინტეგრაციის გზას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი ეგრეთ წოდებული წითელი ხაზები, რომლის ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან დიალოგს და გავაგრძელებთ ჩვენ პოლიტიკას. თავრობის ხდომაზე სულ 35 საკითხზე იმსჯელეს. ერთ-ერთი გადაწყვეტილებით 500-მდე ოჯახს დევნილებს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. ეს იყო სანდრო ჯუფალაკიანი.